რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის სხეული წინ უსწრებს მის გონებას? მას გარდატეხის ასაკი აქვს და გაუვლის არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოგვჩეს ჩვენ, რომელიც ძალიან საყურადღებოა. როგორ შეუძლია მშობელს შეამზადოს ბავშვი სარკეში ჩახედვის წინ, როცა მისი გარეგნობა აუცილებლად შეიცვლება? არავის არ უთქვამს ჩვენთვის, რომ მშობლობა არის ძალიან მარტივი, ხო? ურთულესი პროცესია. რომ არ იყო მაშინ ამის სივრცე, ამან ჩემს თაობას გარკვეული დაღი დაასვა და გვიან ასე ვთქვათ, მოვიმკეთ ის შედეგები. ცუდად ვარ დღეს რაღაც ვერ უგრძნობ თავს კარგად და ვიღაცასთან მჭირდება საუბარი. როდის უნდა გავუშვათ მეტნაკლებად ხელი ჩვენ შვილს? ძალიან დიდი ცდუნებაა, რომ დავინახავ, რომ ჩემ შვილს რაღაცა უჭირს და არ ჩავხტე და მომენტალურად არ გავწიო ეს შვილი გვერდით და მე არ დავიწყო მისი პრობლემის მოგვარება. თუ ბავშვი მოდის ჩვენთან და გვიზიარებს მის პრობლემას და ჩვენ აი ამ მკვლელი ფრაზით ნუ დრამა ქვინებ გავუშვებ, რა თქმა უნდა ის მეორეჯერ ჩვენთან აღარ მოვა. თავარ სამ კითხვას გავცე პასუხი, როგორი ვარ მე, როგორები არიან ადამიანები ჩემს ირგვლივ და როგორია სამყარო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Mini Talks podcast. ეს არის ადგილი, სადაც დახვდება საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მე კი მისი ავტორი ნინი კახლა ვართ. დღევანდელი პოდკასტის თემა ეს არის გარდატეხის ასაკი, გარდატეხის ასაკის სირთულეები და შევეცდებით ფსიქოლოგთან ერთად მოგცერთ რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ როგორც მშობლებს, ისე ამ ასაკში მყოფ მოზარდებს. ჩემი პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი კი გახლავთ ფსიქოლოგი ნატა ასათიანი. ნატა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მეწვიეთ. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ესეთი საინტერესო პოდკასტისთვის, იმიტომ რომ განათლებაზე, ფსიქოლოგიაზე და ცვლილებებზე საუბარი სწორედ ის არის, რაც მე მგონი დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მეც ესე ვფიქრობ. ნატა, მოდი დავიწყოთ დღევანდელი საუბარი ცოტა ზოგადი შესავლით. როდესაც ამ თემას ვამუშავებდი და გადავწყვიტე ზოგადად რომ ეს თემა დამემუშავებინა, ძალიან გამიხარდა, რომ უკვე საზოგადოებაში თითქოს გაჩნდა გარკვეული ცნობიერება გარდატეხის ასაკთან მიმართებით და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ როდესაც გავაკეთე გარკვეული შედარება რა სიტუაცია იყო ჩემს ბავშვობაში, მე არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიყავი თან გარდატეხის ასაკში, სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში თითქოს ეს იყო რაღაც პერიოდი, რაც უნდა გაგვიარა მარტო. არ ვიცოდი რატომ მქონდა ეს მოჭარბებული ემოციები, რა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში, რატო ვერ ვიყავი კომფორტულად ჩემ თავთან და ვფიქრობ, რომ ცნობიერების გაზრდა და ამაღლება ამ კუთხით ნამდვილად არაწყენს საზოგადოებას და მოდი ვისაუბროთ ზოგადად, რატომ არ არის გარდატეხის ასაკი მხოლოდ ასაკი და რა ცვლილებები ხდება ამ პერიოდში ჩვენს ორგანიზმში, ფსიქიკაში და ასე შემდეგ. დიდი სიამოვნებით, მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოვუყავით დრო ზოგადად ფსიქოლოგიურ თემებს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც არ იყო ნამდვილად 10 წლის წინ უკვე გარიჟრაჟი იყო, მაგრამ ჩემ ბავშვობას თუ გადავალოთ თვალს, ამის უბრალოდ სივრცე და დრო არ იყო, იმიტომ რომ ხა ჩემი ბავშვობა იყო 90-იანი წლები, სადაც უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ვიყავით ორიენტირებულები ადამიანები და ჩვენი მშობლები და იქ სივრცე არ იყო იმისთვის, რომ ჩემ ფსიქოემოციურ რაღაცა მზაობაზე, სტრესმედეგობაზე ყოფილიყო აქცენტი. რომ არ იყო მაშინ ამის სივრცე, ამან ჩემს თაობას გარკვეული დაღი დაასვა და გვიან ასე ვთქვათ, მოვიმკეთ ის შედეგები, რა შედეგებზეც შეიძლება ლაპარაკი, როცა ვთქვათ, აი ეს პუბერტატის გარდატეხის ასაკისთვის დროს არავის არ ეცალა ჩვენი ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე საუბრისთვის. რა თქმა უნდა, კარგია რომ დავიწყეთ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ დიახ, გარდატეხის ასაკი არ არის უბრალოდ ციფრები, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ეს არის პერიოდი, როცა ძალიან დრამატულ ცვლილებებს აქვს ადგილი ბიოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური თუ სოციალური თვალსაზრისით მოზარდის ცხოვრებაში და იგივე თუნდაც ერიქსონის განვითარების თეორიის მიხედვით თუ შევხედავთ ამ ასაკს, ეს არის ასაკი, როცა დგება მთავარი კითხვა ჩვენს ცხოვრებაში, ვინ ვარ მე. ამ კითხვას ახლა სხვა ფსიქოლოგიური მოდალობებით თუ შევხედავთ, უფრო გაცილებით ადრეულ ასაკში ეყრება საფუძველი და კითხვაზეც პასუხებიც უკვე გვაქვს, მაგრამ აი ესე მთელი ძალით და უკვე გაცნობიერებით ამ კითხვაზე პასუხი ამ ასაკში ფორმირდება. და შესაბამისად ეს ძალიან კრიზისული ასაკია ამ თვალსაზრისით, სადაც ჩემი იდენტობა versus როლის
გაურკვევლობა დგას სასწორზე და მე თუ გავიარე ეს პერიოდი სწორად თუ გავიარე ეს პერიოდი ისე რომ სწორად ბჭყალებში ხო ახლა ყველას უმტკივნეულოდ და იმ თვალსაზრისით რომ მე ეს კრიზისი დავძლიე რაც ამ ასაკს ახასიათებს მე შესაბამისად უფრო ნათელი ვთქვათ რეალობა მაქვს იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად თუ ვინ ვარ მე და ეს კითხვა ნამდვილად ცენტრალურია იმიტომ რომ ჩემ ღირებულებებს ეხება ჩემს ურთიერთობებს ეხება და აი ამაზეც ვისაუბრებთ ხო რომ უკვე ვექტორი ოჯახიდან სადაც დედა და მამა, დედის და მამის შეფასება არის, ასე ვთქვათ, მთავარი და ესეთი ძალიან ღია, ფართოდ გახელილი თვალებით შევყურებთ, რომ აბა მშობლებს მოვწონვართ, არ მოვწონვართ, როდის დავიმსახურებ თავზე ხელის გადასმას, ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ, მიდასტურებენ თუ არა პატივისცემას, უკვე აი ამ პატარა სამყაროდან დიდ სამყაროზე გადის აქცენტი, ხო? და ვექტორი, უკვე საზოგადოება, ჩემი სოციუმი შემოდის. და აი აქ რა თქმა უნდა, აი ეს კითხვა თუ ვინ ვარ მე და იდენტობა ჩემი როგორ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავცე პასუხი. კი ბატონო, ანუ იდენტობის კრიზისი, რასაც ამ პერიოდში გავდივართ, თუ ვერ გადავლახეთ რაღაც გარდატეხ სასუქის სირთულეები, შემდგომ ეს მოყვება ზრდასრულობაშიც და ჩვენ გადაწყვეტილებებში თუ არჩევანში ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად რო ავხსნათ, რა ცვლილებები მიმდინარეობს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიოლოგიურად გარდატეხის ასაკის პერიოდში, იმიტომ რომ არის დამოკიდებულება, რომ ეს არის უბრალოდ ბავშვის კაპრიზები. მისი ემოციის რაღაცა ნაკლები კონტროლი, იმპულსური ამას როგორ შეგვიძლია რომ როგორ ავხსნათ ეს ფსიქოლოგიურად? დიახ, ერთი შეხედვით ეს მართლაც არის ემოციების მოზღვავების პერიოდი, იმპულსების ვერ გაკონტროლების პერიოდი, მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ კაპრიზია, იმიტომ კი არა რომ მე უბრალოდ ცუდი ხასიათი მაქვს, არა, იმიტომ რომ ამას ბიოლოგიური წინაპირობა უდევს საფუძვლად. მე ემოციების მოზღვავება მაქვს, იმიტომ რომ ჯერ მე ემოციების კონტროლის მექანიზმი ისე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ მაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ასაკს ძალიან ჩვენ ანუ უფროსები ამ ასაკს ძალიან გონივრულად უნდა მივუდგეთ. არც აი ამ განცდების, ამ მოზღვავებული ემოციების ნიველირება და ყურადღების არ მიქცევაც არ არის სწორი და არც რა თქმა უნდა გადაჭარბებული რეაგირება მათზე არ არის სწორი. ჩვენ უბრალოდ ისევ მივდივართ იმ ყბადაღებულ თემამდე, რომელსაც ქვია მშობლების პედაგოგიზაცია, გაცნობიერებული მშობლობა, რომ შვილი მეყოლა, მე უნდა ამისთვის მოვემზადო. მე უნდა გავაცნობიერო რა სტადიებს გაივლის ეს ბავშვი განვითარების თვალსაზრისით, რომ მე მივყვე ფეხდაფეხ მის განვითარებას და მის მოთხოვნილებებს. რთულია ეს. არავის არ უთქვამს ჩვენთვის, რომ მშობლობა არის ძალიან მარტივი, ხო? ურთულესი პროცესია, მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად ძალიან დიდი ბედნიერების მომგვრელია და აქედან გამომდინარე, ჩვენ რაღაცაერად მაქსიმალურად რაციონალურად უნდა მივუდგეთ თითოეული განვითარების სტადიას და მათ შორის, რადგან ახლა ჩვენ პუბერტატის და გარდატეხის ასაკზე, თინეიჯერობის პერიოდზე ვსაუბრობთ, მათ შორის ამ ასაკსაც, რომ ამ ასაკისთვის მთავარი დამახასიათებელი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ემოციების მოჭარბება, ემოციების კონტროლი პრეფრონტალურ ქერქს დავაბრალოთ თუ რა ვიცი გამოცდილებას ჯერ არ არის ბოლომდე ასე ვთქვათ მაკონტროლებელი სისტემა ჩამოყალიბებული და ამიტომ მაქვს მე ემოციები მოჭარბებული. ამას უნდა რაც გაცნობიერებულად შევხვდეთ ერთი და მთავარი ასე ვთქვათ მზაობა რაც მშობლებმა უნდა გამოვხატოთ არის ეს. თუმცა აქ მეორე მომენტია რომ მერე რა შეიძლება აი ამაში გადაიზარდოს ხო? მერე რა და არაუშავს და გაუვლის. და ჩვენ შეიძლება ასეთ შემთხვევაში რომ აი ამგვარი მიდგომით რომ ყველაფერი მისი თავისებურება, მისი ქცევაში ცვლილება მივაწეროთ იმას, რომ მას გარდატეხის ასაკი აქვს და გაუვლის არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოგვჩეს ჩვენ, რომელიც ძალიან საყურადღებოა. იმიტომ რომ ეს მისი ხასიათის ცვლილება, რომელიც გასავლელია, იმიტომ რომ მან თავის შეცნობის პერიოდია, ასე ვთქვათ, ხო? და ეს პერიოდი უნდა გაიაროს და ამიტომ აქვს ამას ადგილი. თუ ეს მისი ხასიათის დრამატული ცვლილება არის სიმპტომი, რომლის უკანაც რაღაცა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თავისებურება დგას, აი ამაში ჩვენ უნდა ასე ვთქვათ გავერკვეთ. და აქაც რა თქმა უნდა ცოდნა და იმ სიმპტომების დროული აღმოჩენა დაგვეხმარება, რომლებიც არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოთ. ამიტომ აი რომ ამბობთ და სწორად დასვი პრინციპში ნინი კითხვა რომ ეს კაპრიზია თუ რა არის, რიგ შემთხვევებში შეიძლება ეს მივაწეროთ განვითარების თავისებურებებს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიცოდეთ რა შემთხვევაში აღარ არის ეს განვითარების თავისებურება და რა შემთხვევაში არის უკვე სიმპტომი. შეგვიძლია ამაზე ველაპარაკოთ. რა შემთხვევაშია სიმპტომი? როცა ვთქვათ დრამატული ცვლილებაა ქცევაში და ამას უკვე რაღაცა პერიოდის 2 კვირა და მეტი ჩვენ
ვაკვირდებით, როცა 2 კვირა და მეტი ცალსახად შეიმჩნევა ბავშვის თუნდაც მადის ცვლილება, უძილობა, გაღიზიანებადობა, არ შემოდის ჩვენთან კონტაქტში. მეგობრებთანაც მანამდე თუ მეგობრობდა, უცებ ჩაიკეტა, ან პირიქით სახლში აღარ დაედგომება, სულ სადღაც უნდა გავარდნა. ნებისმიერ ესე დრამატული ცვლილება ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რა შეიძლება გვეუბნებოდეს და რა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ არ გამოგვჩეს ის სიმპტომი, რომლის უკანაც შეიძლება რაღაცა ისეთი ვითარდება, რა შემთხვევაშიც მხარდაჭერა სჭირდება მოსაწყს. ანუ ეს არის ის ნიშნები, რაზეც თვალი არანაირად არ უნდა დავხუჭოთ და თუ ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია ამის მოგვარება, უკვე უნდა მივმართოთ ალბათ ფსიქოთერაპევტს. სპეციალისტს, იქნება ის ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, თუ რაღაცა, მოკლედ იმის მიხედვით რა სიმპტომებთან გვაქვს საქმე, ჩავრიოთ სპეციალისტი. იმიტომ რომ რეალურად ეხა ეგ პერიოდი არის რა, რომ მხარდაჭერა უდაოდ სჭირდება მოზარდს და აი რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერისთვის, რომ აღმოუჩინოთ. კი, და ძალიან საინტერესო არის ისევ კაპრიზებს რო დაუბრუნდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ მშობელმა და ბავშვის გარემოცვამ გაიაზროს, რომ ეს მისი ბრაზი, ტემპერამენტი და იმპულსურობა გამომდინარეობს მისი ჰორმონალური ფონიდან და ძალიან საინტერესო ფრაზა წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გარდატეხის ასაკი გავს მანქანას ძლიერი ძრავით, რომელსაც არ აქვს მუხრუჭი. და მეც როდესაც ახსენდება ჩემი თავი მართლა მაწვებოდა ეს უაზროდ ბევრი ემოცია, ვერ ხვდებოდი საიდან მოდიოდა, იმას ხვდებოდი, რომ პირობითად ცუდად ვიქცეოდი, გულს ტკენდი ჩემ ოჯახის წევრებს, ჩემი რაღაცა დამოკიდებულებით, თუმცა ვერ ხვდებოდი ამის მიზანს, ანუ რატომ ვაკეთებდი ამას. მქონდა რეფლექსია, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. და ამ დროს საკუთარ თავში ეძებ პასუხებს, მე ეს დანაშაულის შეგრძნება გიჩნდება, ეს კომპლექსები და რაც თანსდევს შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკს და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ თემაზე ესე კარგად და გაშლილად ისაუბრეთ. მოდი ახლა შევეხოთ საკითხს, რომელიც ბევრ თინეიჯერს აწუხებს, მეც მათ შორის მაწუხებდა, იმიტომ რომ როდესაც გარდატეხის ასაკზე ვსაუბრობთ, მაინც პირველ რიგში თვალწინ გვიდგება ის გარეგნული ცვლილებები, რაც ყველა თინეიჯერს სამწუხაროდ შეეხება. და მეც როცა მახსენდება ჩემი თავი, საშინლად არ მომწონდა ჩემი გარეგნობა, ის ცვლილებები, რაც ჩემს ხელში მიმდინარეობდა და მოდი ახლა ვისაუბროთ იმ საკითხზე, თუ როგორ შეუძლია მშობელს შეამზადოს ბავშვი სარკეში ჩახედვის წინ. როცა მისი გარეგნობა აუცილებლად შეიცვლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. ბავშვმა შემთხვევით და თავისით არ უნდა აღმოაჩინოს ის ცვლილებები, რა ცვლილებებიც გარდაუვალია და რა ცვლილებებითაც გამოირჩევა ეს ასაკი. პირიქით, ჩვენ ამ ცვლილებებს უნდა ველოდებოდეთ. უნდა ბავშვი იმდენად იყოს ინფორმირებული, რომ ამ ცვლილებებს შეხვდეს სიხარულით, რომ აი უკვე შევაბიჯე გარდატეხის ასაკში, შევაბიჯე აი ამ პუბერტატის და მომწიფების ასაკში. პირველი შესაბამისად არის ახსნა იმისა, რომ ჩვენი სხეული ძალიან ისე ვთქვათ დინამიური და მუდამ განვითარებაში მყოფია და აქედან გამომდინარე ის ცვლილებები, რა ცვლილებებიც არის სახეზე, არის ნორმა და განვითარების ნაწილი. ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა ზოგჯერ ცოტა დრამატული ელფერიც აქვს, იმიტომ რომ აქ უკვე მე რადგანაც ოჯახიდან გავედი გარეთ ხდება გარემო, სადაც არ არიან ერთმნიშვნელოვნად შემწყნარებლები, ერთმნიშვნელოვნად დადებითად განწყობილები, იგივე თუნდაც ჩემი გარეგნობისადმი. ამიტომ შეიძლება დამატებითი კილოგრამები ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. ჩემი რომელიღაცა ნაქვთი, რომელიც არ მომწონს, ესეც შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ აქაც მე თუ თავის დროზე მომეწოდა ეს ინფორმაცია, რომ ეს ამ ჩემი ასაკისთვის დამახასიათებელი ცვლილებებია და აუცილებლად აი ეს რაღაცა ასიმეტრია თუ ეს დისკომფორტი შემდგომ ჩადგება თავის კალაპოტში, იმიტომ რომ ეს ყველას გამოგვივლია. მარტო მე კი არა ვარ, რომელსაც ეს მაწუხებს, რომ ცოტა ჭარბი წონა მაქვს, თუ ცოტა რაღაცა აღარ მომწონს ჩემი ცხვირი, ან აკნე თუნდაც. არამედ ეს არის ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ნორმაც კი რიგ შემთხვევებში გააჩნია, ხა რომელ სიმპტომებზე ვსაუბრობთ და რომ ამას უნდა შევხვდეთ, როგორც შეიძლება ძალიან სასიხარულო არ იყოს, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ეტაპს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესად ბავშვებს თუ ეს დისკომფორტი აქვთ, მაინც სადღაც ოჯახი სწოდავს აქ. და ეხა სხვისი კრიტიკისგან ღმერთმა დამიფაროს და პირველ რიგში საკუთარი თავი მახსენდება ხოლმე ძალიან ხშირად, როგორც შვილი და როგორც დედა, უკვე, იმიტომ რომ მივხვდეთ იმისა, რომ ეს ყველაფერი ცოდნის დონეზე მქონდა გააზრებული, ჩემს მშობლებსაც ჰქონდათ, იყო ხოლმე ხშირად ოჯახშიც გარკვეული აქცენტი ჩემს ცვლილებაზე, უწყინარი რეპლიკა, რომელიც ჩემთვის იმ ასაკში
უწყინარი არ არის. აი ეს უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩემთვის 40 წლის ადამიანისთვის რომ ცალსახად უწყინარია ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ჩემთვის პრეფერენციები თუ ჩემთვის ღირებულებები უკვე სხვა ნიშნულებზე გავიდა. პატარისთვის, თინეიჯერისთვის, 13-14 წლის მოზარდისთვის ძალიან დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი რეპლიკა. ამიტომ აქ უფრო მეტად ბავშვებზე მეტად ჩვენ მშობლებს უნდა ავუხსნათ, რამდენად დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი რეპლიკა დედის, მამის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არც არაფერი არ არის და უბრალოდ შეიძლება კეთილი ნებაც არის, ვთქვათ, კეთილი განწყობის გამოხატვაც არის, რომ ვეუბნები, რომ ნუ ჭამს აღამოს, იმიტომ რომ გასუქდები, მაგრამ როგორ მივაწოდებ ამ ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ღამე დიდი რაოდენობით კალორიის მიღება მავნეა. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა თქმა უნდა, რომ გაზიანი ტკბილი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რა არის ჯანსაღი, ასე ვთქვათ, არჩევანი და რა ცალსახად არ არის ჯანსაღი არჩევანი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ზრუნვით და არა კონტროლით. ეს უნდა გავაკეთოთ მათზე ზრუნვით და არა თითისქნევით, რომ რას დაემსგავსები. რაც ეხლა ჩვენი კულტურის ნაწილიც არის სადღაც, ხო? ეხლა რაღაცა სხვებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ და მე პირადადაც იმ კულტურის ნაწილი ვარ, სამწუხაროდ, სადაც გამარჯვების შემდეგ პირველი ვეუბნებით ადამიანს წონაზე დაკავშირებულ რეპლიკებს ლამის, ხო? როგორ გასუქდი, ავათხომარა ხარ, ან პირიქით, ხო? გასუქდი და ავათხარ, ან მოგიმატებია წონაში. ეს დამოკიდებულება ჩვენ თუ არ შევცვალეთ უფროსებმა ძალიან გაგვიჭირდება, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მოდი ნუ გექნება რეაქცია შენს მომატებულ კილოგრამებზე. ჩვენ თვითონ ჩვენი რეპლიკები უნდა ვაკონტროლოთ და ეს შესაძლებელია გაცნობიერებით. კი, ნამდვილად. და ძალიან სწორი შენიშვნა იყო, რომ ამ შემთხვევაში მართლა ცოდნა არის ძალა. ჩემ თავს როცა ვიხსენებ, ამ პერიოდში მქონდა განცდა, რომ ეს ცვლილებები იყო, რაც ჩემს ხელში მიმდინარეობდა, იყო მუდმივი და სამუდამო. თუმცა მე რომ მქონოდა იმის ინფორმაცია და ცნობიერება, რომ მე რა თუ ახლა არ მომწონს მაგალითად ჩემი ცხვირი, აუცილებლად შეიცვლება და როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავიარე პედაგოგიკა, იქ აღმოვაჩინე, რომ აი ამას ეწოდება პუბერტატის დისჰარმონია. როდესაც შენი ცხვირი, ყურები და ნიკაპი იზრდება ყველაზე სწრაფად კიდურებთან ერთად, უბრალოდ მე სხვა, ასე ვთქვათ, ფორმები ეწევა ნელ-ნელა. აი მართლა ძალიან არაპროპორციული ხარ ამას აქში და ეს რომ ცოდნოდა, მაშინ ბევრად მშვიდად ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ჩემი ცხვირი პირობითად არც მაშინ არ მომეწონებოდა, მაგრამ მინიმუმ იმის ცოდნა მექნებოდა, რომ ეს აუცილებლად გაივლის და მე დავიბრუნებ ისე ჩემს პროპორციულ ფორმებს, ძალიან დამეხმარებოდა და აი ზუსტად რეპლიკებთან მიმართებით რაც თქვით, ერთი არის სახლში რა რეპლიკებიც არის, რაც შეიძლება უწყინარი იყოს, მაგრამ სკოლაშიც ძალიან ისეთი საფრთხილო საკითხი არის ეს. სკოლა ცალკე თემაა და რატომ? იმიტომ რომ სწორედ ასეთ განსხვავებებზე, გარეგნობასთან დაკავშირებულ განსხვავებებზე უპირველეს ყოვლისა აკეთებენ ეგრეთ წოდებული ბულერები აქცენტს. ეს არის ძალიან ნებისმიერი განსხვავება, ნორმიდან ნებისმიერი ამოვარდნა, წონასთან დაკავშირებული, სიმაღლესთან დაკავშირებული, მეცაც გეტყვით და გარეგნობას რომ თავი დავანებოთ. როცა მაგალითად ბავშვი ადრეულ კლასებში ყველაზე სწრაფად კითხულობს. ეს ხო ყველა მშობელს ძალიან უხარია, მაგრამ ის რომ აი ყველაზე სწრაფად კითხულობს და გამორჩეულია ამით ამას ხასუსვამს, შეიძლება ესეც კი გახდეს, აი ეს განსხვავებულობა გახდეს მიზეზი იმისა, რომ ამ ბავშვზე განხორციელდეს. კლასელებს უჩნდება აგრესია ამ ბავშვის ნებისმიერი განსხვავებულობა არის კარგი ნიადაგი იმისა, რომ თუ კი ამ კლასში არის ისეთი მოზარდი, რომელიც თავის დომინირების სურვილი აქვს, თავის დამკვიდრების თუ პოპულარობის მოპოვების გზად მას აქვს არჩეული ძალადობა და ბულინგი, აი ამ განსხვავებას აუცილებლად აღმოაჩენს. ამიტომ აქ უკვე მარტო ოჯახი აღარ არის განსაზღვრელი. აქ ძალიან დიდწილად შემოდის სკოლის პასუხისმგებლობა. და აი ჩვენც როცა ეს ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ განსხვავებები რო არის მთავარი ხიბლი ადამიანების, ეს ვასწავლოთ. ტოლერანტობა, განსხვავებულისადმი გავუღვივოთ. რის საფუძველსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ლიტერატურაც იძლევა ყველაფერს თავი დავანებოთ. უხვი მასალა არის ამ უბრალოდ მთავარია რომ ამ კუთხით როგორ მივაწოდებთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ აი როგორ წავიკითხოთ ალო და ქეთელაურს.
რა ღირებულებებს გამოვიტანთ. კი ბატონო. და როგორ დავანახებთ, კი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ რამდენიმე საგანმა ხა ამაზე რა თქმა უნდა განათლების სპეციალისტები ჩემზე გაცილებით უკეთესად საუბრობენ, დარგის სპეციალისტები, მაგრამ მე ეს გარედან რაც შემილია და ფსიქოლოგიის და განათლების ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრი საგანია შეგვიძლია ავიღოთ, ის იქნება ლიტერატურა, ბიოლოგია თუ ნებისმიერი სხვა, სადაც რაღაცა გამჭოლ კომპეტენციებად შეგვიძლია დავინახოთ, რომ აი სად შეგვიძლია ჩვენ აი ამ ძირეული პრობლემებთან მიმართებაში გარკვეული კავშირები დავანახოთ მოზარდებს. და აი აქედან გამომდინარე სწორია ეს აქცენტი, რომ აი ეს განსხვავება გარეგნობაში ან ნებისმიერი სხვა ფორმის განსხვავება თავარი წინაპირობაა იმისა, რომ ბავშვმა იგრძნოს თავი დაჩაგრულად. და როცა ჩვენ ეს ვიცით უფროსებმა რა უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ეს მისი განსხვავება, როგორც მისი უპირატესობა, როგორც მისი მთავარი სახასიათო შტრიხი და უნიკალურობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ და ეს უნიკალურობას რამდენადაც დავანახებთ, მით უფრო მეტი შანსი მაინც იქნება, აი ამ ძალიან ბობოქარ პერიოდში, რასაც გარდატეხის პერიოდი ჰქვია, რომ მეტნაკლებად უფრო ჰარმონია მალე დაიბრუნოს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან. კი ბატონო, რადგან სკოლას შევეხეთ, მოდი ვისაუბროთ იმ თემასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ეხმარება სკოლა და რამდენად არის მხარდამჭერი ამ პერიოდში სკოლა გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვისათვის. და აქვე მინდა ვთქვა, რომ სკოლა ნაკლებად ამჩნევს ბავშვებს, რომლებიც კარგად სწავლობენ და კარგად იქცევიან. მე თვითონ ვიყავ ესეთი მოსწავლე, მაგრამ შინაგანად ძალიან მიჭირდა და ძალიან რთული გარდატეხის ასაკი მქონდა. სკოლისთვის უფრო შესამჩნევი არის მოსწავლე, რომელიც ყურადღებას იქცევს მისი რთული ქცევით. და ხშირად ეპარება ესეთი ბავშვები და გქონდა რამდენიმე შემთხვევა სუიციდის შემთხვევებით ჩვენს ქვეყანაშიც, რომ აი როგორ აი ყველას რომ უკვირდა, რომ აი როგორ გამოგვეპარა. გამოგვეპარა იქიდან, რომ არ ვამახვილებთ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან რაღაც დეტალებზე, რაც ცდება აკადემიურ და ქცევით ნაწილს. მოდი ვისაუბროთ ამაზეც. რამდენად მხარდამჭერი არის სკოლა ამ კუთხით? კი, აი შენ აღნიშნე, რომ ცოტა ხნის წინ გამოვიარე ეგ პერიოდიო და როგორც მივხვდი, შენ არ გიგრძნია საკუთარ თავზე ეს მხარდაჭერა, თუმცა ამავდროულად შენ დღეს წარმოადგენ სწორედ მასწავლებლების მრავალ ათასიან კოჰორტას და ძალიან მიხარია აქვე გეტყვი, შენნაირი ახალგაზრდა ადამიანი რო არის მასწავლებელი და რო გადაწყვიტე მასწავლებლობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე ის რაღაცა ნათელი სხივი, რომელიც რო დავინახავ ყოველთვის ძალიან მიხარია. თუ კი რამე დღეს გჭირდება საქართველოში ერთ-ერთი ნომერ პირველი საჭიროება, ძალიან დრამატული რაც დგას, ეს არის სწორედ ახალგაზრდები ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში. ისი დეფიციტიც ნამდვილად არის, რომ ყოჩახის გადაწყვეტილება რომ მიიღე. ამ ხელშესავალი რატომ გავაკეთე? იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის მიზანი ცალსახად არ იქნება კრიტიკა სკოლის და კრიტიკა მასწავლებლების, იმიტომ რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც მასწავლებლები მასწავლებლობდნენ ათეული წლების განმავლობაში, ნამდვილად გმირობაა და ნამდვილად მადლობა გვეთქმის თითოეული მათგანის. ვიღაც ჩემ შემთხვევაში იმ რთულ პირობებში, სადაც არც გათბობა იყო და არც არაფერი ელემენტარული, აი რა ვიცი, მასლოუს, აი ქვედა საფეხურის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიც არისო. აი იმ პერიოდში რომ მოდიოდნენ ფეხით და გვიტარებდნენ გაკვეთილებს, ახლა რა უნდა უთხრათ მათ თუ არა? ემპათიასა და ტოლერანტობას ვერ მოთხოვდი ახლა. ხო, კი ბატონო. თუმცა რა თქმა უნდა, სკოლაში ბევრი რაღაცა სხვაგვარად უნდა კეთდებოდეს და აი ეს სხვაგვარად უნდა კეთდებოდეს, როცა ვამბობთ, უპირველეს ყოვლისა არის ალბათ ის, რომ თანასწორი მიდგომა კი არ უნდა გქონდეს თითოეული მოსწავლისადმი, არამედ ინდივიდუალური და ინდივიდუალურში ალბათ აი სამართლიანს გულისხმობ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი თავისი სრულიად განსხვავებული ოჯახიდან მოდის და მე თუ თანაბრად მივუდექი მათ ყველას, რა თქმა უნდა ვერ მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება. თითოეული ბავშვი უნდა დავინახოთ თავისი ინდივიდუალური საჭიროებით და როცა დავინახავთ ინდივიდუალურ საჭიროებებს, იქ შეიძლება უფრო კარგად დავინახოთ თითოეული წყნარი ბავშვის უკან რა იმალება და რა ქარიშხალი ტრიალებს, კი ბატონო. აი ეს თუნდაც იმ რთული ბავშვის უკან რეალურად რთული ქცევის მთავარი მიზანი ხო ყურადღების მიქცევა არის. კი ბატონო.
კი, ზუსტად ასეა. მაგრამ აი ეს ცელქი ბავშვი იქცევს ყურადღებას და ცელქი ბავშვი გეუბნება რომ მომხედე, დამეხმარეა თუ მხარდაჭერა მინდა თუ გვერდში დგომა მინდა თუ სწავლაში დახმარება მინდა, მომაქციე ყურადღება. და წყნარი ბავშვი ამას არ გვეუბნება და შეიძლება მართლა გამოგჩეს წყნარი ბავშვის საჭიროებები, იმიტომ რომ ამ ბავშვმა შესაძლოა დაისწავლა ის რომ მე რომ გადავრჩე, ან მე რომ სიყვარული დავიმსახურო, რაც ნომერ პირველი მოთხოვნილებაა ბავშვის, მე უნდა ვიყო დამჯერი. სხვა შემთხვევაში მე შეიძლება აი ეს ბმა, ეს კავშირი, მიჯაჭვულობა ვერ დავიმსახურო ჩემ მშობელთან, მაგალითად, ან ჩემ მშობლის სიყვარული, ესე ხედავს ბავშვი, თორე ამით რა თქმა უნდა არ ვამბობთ იმას, რომ დედას შვილი არ უყვარს, დედაშვილი უყვარს, მაგრამ ბავშვი შესაძლოა ხედავდეს, რომ იმისთვის რომ მე დედამ დამიდასტუროს ეს სიყვარული, მე უნდა ვიყო დამჯერი, მე უნდა ვიყო ხუთოსანი თუ 10-ოსანი დღევანდელი სისტემით. შესაბამისად, ეს არის უკვე ადაპტური მე ამ ბავშვის და ამ ადაპტური ფასადის, როგორც სწორედ შენ აღნიშნე ძალიან კარგად უკან რა ქარიშხალი ტრიალებს და ეს ავთენტური მე რეალურად როგორია, ეს შეიძლება გამოგჩეს. ეს შეიძლება გამოგჩეს თუ არ გვაქვს გავარჯიშებული თვალი ამასთან დაკავშირებით. თუმცა მეორე მომენტია, რომ ძალიან რთულია, როცა ჩვენ ახლა დიდ კონტინგენტიან სკოლაზე ვსაუბრობთ და არ ვსაუბრობთ რაღაცა ელიტურ კერძო სკოლაზე, სადაც ვთქვათ 15 ბავშვია კლასში და სადაც უფრო მეტი მშობელსაც მეტი მოთხოვნა აქვს, რომ ახლა ჩემი შვილი დადის კერძოში და ნებაიბოძეთ და უფრო მეტი დრო დაუთმოთ. როცა ჩვენ დიდ კონტინგენტიან სკოლაზე ვსაუბრობთ, იქ უფრო მეტი წინაპირობაა იმისა, რომ გამომრჩეს მართლაც რაღაცა და აი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის და მშობლის თანამშრომლობა. გარდა მშობლისა და მასწავლებლისა, რა როლი აქვს ფსიქოლოგს სკოლაში ამ პერიოდში? ხო, ფსიქოლოგი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფუფუნებაა სკოლაში. სამწუხაროდ ახლა ჩვენ რეალურად ფუფუნება არის, თუმცა უნდა იყოს აუცილებლობა. არასწორი ფორმულირება იყო იმ თვალსაზრისით, რომ ფუფუნებაა ქართულ რეალობაში. ქართულ საჯარო სკოლებისთვის თალსახად ფუფუნებას წარმოადგენს, მაგრამ რამდენადაც ფუფუნებაა, იმდენად აუცილებლობაა, იმიტომ რომ სკოლაში ფსიქოლოგი ბევრი თვალსაზრისით არის ხსნა, ბევრი თვალსაზრისით არის მხარდაჭერა, ისევ ჩვენ ვახსენეთ, რომ სკოლის როლი, მშობლის როლი და აი ამ ყველაფერში უნდა გამოიკვეთოს სწორედ შუა რგოლი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგი, რომელიც არის მთავარი მაშველი რგოლი. იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩემ შვილს სჭირდება მხარდაჭერა ფსიქოლოგიური, პირველ სიგნალებს სწორედ სკოლის ფსიქოლოგი უნდა იძლეოდეს. მეორე და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისევ ქართული რეალობიდან გამომდინარე, რომ ფუფუნებაა ნამდვილად დღეს ფსიქოთერაპია, ფუფუნებაა დღეს ფსიქოკონსულტაცია და ამიტომ ამ თვალსაზრისითაც თუ კი იქნება ეს პირველი რგოლი სკოლაში შეთავაზებული მოსწავლეებისთვის, შეიძლება იქ არსებულმა ფსიქოლოგმა ძალიან ბევრი პრობლემა ჩანასახშივე მოაგვაროს, იდენტიფიცირება მოახდინოს ჯერ ერთი, მეორე პროვოცირებას აღარ შეუწყობს იდენტიფიცირება ხელს და მესამე და მთავარი ფსიქოგანათლება, ანუ მე თუ აი რაც შენ თქვი, რომ მე თუ ბავშვობაში კარგად ამიხსნი და ვიღაცა რა მელოდებოდა ჩემი პუბერტატის პერიოდს, უფრო მარტივად გავივლიდი. თუ იქნება ისეთი ადამიანი სკოლაში, ან თუ ჩვენ მივაწოდებთ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ ცოდნას მოზარდებს, რა თქმა უნდა ნაკლები ალბათობა იქნება ძალიან ბევრი სირთულის შემდგომ განვითარების. და აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი სკოლაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისითაც და ბულინგის პრევენციის თვალსაზრისითაც. რეალურად თითქოს ყველა სკოლაში, საჯაროში თუ კერძო სკოლაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი არსებობს, მაგრამ ჩემს ბავშვობაში რომ ვიხსენებ, არ მახსენდება არც მე, არც ჩემს კლასელებს, პარალელებს და ზოგადად ვისაც მე ვიცნობდი, ფსიქოლოგისთვის მიგვემართოს, იმიტომ რომ არც ქონდა იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ აი, ცუდად ვარ დღეს რაღაც ვერ უგრძნობ თავს კარგად და ვიღაცასთან მჭირდება საუბარი. ვის მიმართო? ანუ არც ხდებოდა ამაზე მასწავლებლების მხრიდანაც რაღაც აქცენტის გაკეთება და ზოგადად ფსიქოლოგია ვფიქრობ, რომ საქართველოს სკოლებში ძალიან ესეთი გვერდზე გაწეული საკითხი არის, როცა რეალურად ძალიან გვჭირდება ყველას და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია სკოლას ამასაკის მოზარდებისათვის? ჯერ ერთი სამწუხარო რეალობაა ის, რომ ფსიქოლოგები დღეს არ არის საჯარო სკოლებში ხელმისაწვდომი. საჯარო სკოლებს ფსიქოლოგები, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი სკოლა თუა, რომელსაც ყავს. ძირითადად ეს არის მანდატური სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რომელიც ძალიან დიდი წინგადადგმული
ნაბიჯია, რა თქმა უნდა, რომ გაკეთდა, მაგრამ ერთია რომ გაკეთდება და მეორეა რომ როგორ განავითარებ შემდეგ ამ ასე ვთქვათ ერთეულს თუ ამ ინსტიტუციას. განვითარებას სჭირდება ხელფასების ადეკვატური ხელფასების ასე ვთქვათ განსაზღვრა სჭირდება იმისთვის რომ ფსიქოლოგმა გადაწყვიტოს ახალგაზრდა, აი თუნდაც შენი ასაკის ფსიქოლოგმა რომელსაც დაამთავრა მაგისტრატურა, გადაწყვიტოს რომ მოდი მე გავხდები სკოლის ფსიქოლოგი. დღეს მე არ მეგულება ასეთი ადამიანი, რომელიც ამას გადაწყვიტავს, ისეთი ხელფასებია, ხო, რომ გავუსწოროთ თვალი პრობლემებს, ხო? იმიტომ რომ ხა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ხა ჩვენ აქ ამ გადასარევ გარემოში როგორი მნიშვნელოვანია ფსიქოლოგი, თუ მას ინსტიტუციური მხარდაჭერა არ მოხვა, არაფერი არ გამოვა. ეს ერთი. მეორე, ფსიქოლოგი შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა სკოლამ თავის ბიუჯეტში განსაზღვროს ფსიქოლოგის, იმიტომ რომ თავისით ესე ფსიქოლოგი სკოლებში ვერ აღმოცენდება, თუ არ იქნება ესეც ერთგვარი რეფორმის ნაწილი. მე რამდენადაც ვიცი ახლა ამაზე, რა თქმა უნდა, სპეციალისტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა და განათლების სამინისტრომ უნდა გვითხრას დეტალები, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მაღალია მიმართვიანობა და ძალიან დიდი რიგებია, რა რიგებშიც ვთქვათ უწევთ მოზარდებს სკოლის მოსწავლეებს ყოფნა სანამ მიაღწევენ აი ამ მანდატური სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგთან ჩაწერაზე. ამიტომ ეს გასამართია ცალსახად და სანამ ეს გასამართად რჩება, მანამდე რა უნდა გააკეთოს სკოლამ, ამაზე გვაქვს ალბათ საუბარი, ხო? მანამდე რა უნდა გააკეთოს სკოლამ არის რომ დამრიგებლებმა რაღაცა თვალსაზრისით უნდა ეს ფუნქცია შეასრულონ და ეს ფუნქცია ითავონ, იმიტომ რომ ამის საჭიროება ცალსახად დგას. მოსწავლეებს ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ავუხსნათ, მოსწავლეებმა ძალიან ბევრი თავიანთი განვითარების სტადიებთან და ისევ ჩვენ მთავარ თემას რომ მიუბრუნდეთ, თუნდაც გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მიიღონ და ასეთ შემთხვევაში იქნებ თქვათ აი დამრიგებლები ცოტა მეტად იყვნენ ინფორმირებულები და ცოტა მეტად იყვნენ მხარდამჭერები, იქნებოდა რა თქმა უნდა ძალიან სასურველი. მინიმუმ პრევენცია რომ შეძლოს დამრიგებელმა და შემდეგ უკვე გადაიდენტიფიცირება მოხდება მოკლედ ფსიქოლოგთან, თუ ამის საშუალება იქნება, თუმცა თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამის ხელმისაწვდომობა დღეს ნამდვილად არ არის. კერძო სკოლებში თითქოს უკეთესი სიტუაცია არის, მაგრამ კერძო სკოლები ხო სხვაში წვეთია. ჩვენ ახლა რეალურად საუბრობთ. ეს არ უნდა იყოს ელიტარული საზოგადოებისთვის. ხო, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პირდაპირ ვთქვათ, შეძლებული ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი სერვისი, იმიტომ რომ შეძლებულ ოჯახებს ცალკე თერაპიაზეც შეუძლიათ, ხო, თუ ჩვენ აი ამ რეალობას უსწორებთ თვალს, რომლის თანახმადაც 21 საუკუნის მთავარი გამოწვევა ნამდვილად მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევებია, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და პირველი ყოვლისა ამისთვის საჯარო სკოლები უნდა იყვნენ მზად. ჩემი ორივე შვილი სრულიად შეგნებულად მე საჯარო სკოლაში შევიყვანე და საჯარო სკოლაში დამყავს, იმიტომ რომ გონია რომ გარკვეული თვალსაზრისით საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა მშობლებისაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ არ დავინახეთ მართლაც იქ რა ხდება და რა საჭიროებებია და რა ბევრი კარგიც კეთდება, სხვაგვარად ვერ დავეხმარებით სისტემას და მე მჯერა რომ ჩვენ, ანუ მშობლები და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა როგორც რაღაცა ერთი მთლიანი რგოლი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი. ერთი მიზანი გვაქვს, რეალურად მართლაც ერთია ეს მიზანი, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის კარგად ყოფნა და ამას ცალ-ცალკე ჩვენ ვერ მივახცევთ. მე როგორი სასათბურე პირობებიც არ უნდა შევუქმნა ჩემ შვილს, ცალკე ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, სასათბურე პირობები აი ესევე დათვური სამსახურია შვილისთვის, მაგრამ როგორც არ უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერს ვაძლევ ჩემ შვილს, თუ მე განათლების სისტემა არ წამომეწია ამ პროცესში, უბრალოდ ფუჭია ჩემი შრომა. ოჯახში რა რესურსიც არ უნდა ჩავდო, მაინც სოციალური არსებები ვართ და სოციუმში მოხვედრისას უფრო სხვა საჭიროებები გვაქვს შემდგომში და სკოლაში თან დღის განმავლობაში ვატარებთ საკმაოდ დიდ დროს. და მეცაც გეტყვი, მით უფრო ჩვენი ქვეყნის სოციოეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც მშობელს უწევს როგორც წესი ორ სამსახურში ზეგანაკვეთური შრომით შრომა იმისთვის რომ თვითონ თემდე უბრალოდ უზრუნველყოს საჭმელის ქონა სახლში, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება უნდა ეს მოცემულობად მივიღოთ და განათლების სისტემამ და სკოლამ აიღოს სხვა ფუნქციაც, როგორიც არის მაგალითად ერთგვარი სოციალური კაპიტალის უზრუნველყოფა ამ ბავშვებს.
ელემენტარულად ოპერაში მოზარდი რომ წავიდეს, ამას ახლა ჩვენ მშობლებს ვერ დავაბრალებთ და ოპერა არის თუ თეატრია, ამ კაპიტალთან თუ აი ამ რესურსთან წვდომა ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს. და როცა ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ სოციოეკონომიკურ რეალობას, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში განათლების სისტემამ უნდა აიღოს ეს როლი თავის თავზე, რომ შევუწყოთ ჩვენი მოზარდების სხვადასხვა თვალსაზრისით განვითარებას ხელი. მხოლოდ საგნის სწავლა და რაღაცა გამრავლების ცხრილის ცოდნა არ არის ის, რასაც უნდა აძლევდეს ბავშვს ზოგად საგანმანათლებლო სისტემა. ძალიან სწორი აქცენტებია და დიდი მადლობა ამისათვის. მოდი ახლა ვისაუბროთ, თქვენ წეგან წამოჭერით საკითხი, რომ მშობლების უმეტესობა დათვურ სამსახურს უწევს, ამას აქ შემყოფ მოზარდებს და მოდი ვისაუბროთ, სად გადის აი ოქროს შუალედი საზღვრების დაწესებასა და მხარდაჭერას შორის, იმიტომ რომ ჩემი აღქმით საზღვრები მხარდაჭერის გარეშე ძალიან მტკივნეული არის და მხარდაჭერა რაღაც საზღვრების გარეშე დამაზიანებელიც კი არის და როგორ დავიჭიროთ მოკლედ ეს ოქროს შუალედი მშობლებს რომ მივცეთ რაღაც პრაქტიკული რჩევები. კი ბატონო, მე ყოველთვის მერიდება და ვერიდები რაღაცა კონკრეტულ რჩევებს და კონკრეტულ ფორმულებს. თქვენი გამოცდილებიდან როგორც მე შემიძლია ვთქვა, დიახ, მე შემიძლია ვთქვა, რა არის საუკეთესო, რა ვთქვათ, კვლევებმა აჩვენა საუკეთესო გამოსავლად ამ შემთხვევაში, ხო? მაგალითად, აღზრდის სტილზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ეს აღზრდის სტილი ძირითადად 4-ია, რომელსაც გამოვყოფთ ხოლმე. პირველი ეს არის ავტორიტარული აღზრდის სტილი და ავტორიტარული აღზრდის სტილი რა არის, რომ აქვს წესები, მაგრამ არ მაქვს ამ წესების ახსნის არანაირი სურვილი და წინაპირობა. მე ვუწესებ წესებს ჩემ შვილს და შესაბამისად ვარ მაკონტროლებელი. მაქვს მკაცრი წესები და მე შვილმა ვიცი, რომ თუ ამ წესებს არ შევასრულებ, დავისჯები. თუ შევასრულებ, თავზე ხელს გადამისვენ, მაგრამ ეს წესები რისთვის არის, ვისთვის არის და ჩემთვის თუ არის, აი ეს არა მაქვს გაცნობიერებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მიდგომა, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს ვაჩვევ რას, რომ ბავშვს ვაჩვევ იმას, რომ მორჩილება არის მნიშვნელოვანი და ეს ბავშვი როგორც კი სახლიდან გავა გარეთ, შეეცდება რომ სხვა დაიმორჩილოს, როგორც კი თავისუფლებას ნახავს, მიხვდება რომ სხვასთან ურთიერთობის ერთ-ერთი და ერთადერთი კარგი გზა არის რომ რაღაცა და დაიმორჩილოს ის, ან თუ შესაბამისი ძალა არ ექნება, ძალიან მარტივად ჩამოყალიბდება მსხვერპლის ფსიქოლოგია. ამასთან მიმართებაში არის კიდევ სხვა აღზრდის სტილები, ახსნილი, როგორიც არის მაგალითად ავტორიტარულის შემდეგ, ვთქვათ, ლიბერალური აღზრდის სტილი, სადაც ყველაფერი ასე ვთქვათ, ბჭყალებში მოსულა ბავშვისთვის. არანაირი აკრძალვა არ არის, საზღვრები არ არსებობს და ეს ხდება ზრუნვით. კარგი განწყობით, რა თქმა უნდა, და საუკეთესო სურვილიდან გამომდინარე ჩემი შვილისთვის, მაგრამ აი აქ არც ძალიან დათური სამსახურია რეალურად ეს ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ რა წუთსაც ჩემი სახლის ზღურბს გაცდება ეს ბავშვი, აღმოაჩენს, რომ იქ ძალიან მკაფიო წესებია. ჩვენ სისტემაში, საზოგადოებაში ძალიან მკაფიო წესებით ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა ეს ემოციურ პრობლემებს შეუქმნის მას. ამიტომ ესეთი რაღაცა წესების არარსებობაც ძალიან დათური სამსახურია სწორედ ჩვენი შვილისთვის. მესამე სტილი აღზრდის ეს არის უყურადღებო აღზრდის სტილი და არც შევალ სიღრმეებში იმდენად ცხადია, რასაც გვეუბნება, ეს არის როცა არ მონაწილეობს ემოციურად უპირველეს ყოვლისა მხარდამჭერი არ არის მშობელი და მეოთხე და საუკეთესო ვერსია ეს არის ავტორიტეტული აღზრდის სტილი და აი სწორედ ავტორიტეტული აღზრდის სტილის დროს არის ისევ მკაფიო წესები, სწორად აღნიშნე რომ ამ წესების არსებობა მნიშვნელოვანია, მხოლოდ ამ წესების უკან დგას ზრუნვა. მე და ჩემი შვილი ერთად ვაყალიბებთ წესებს, ერთად ვაყალიბებთ წესს, რომლის თანახმადაც პირობითად ღამის 11 საათზე მას უნდა ეძინოს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ესეთია მოთხოვნა ჩემი, როგორც მშობლის, როგორც უფროსის, არა, იმიტომ რომ მისი ფსიქოემოციური განვითარებისთვის, მისი ფიზიოლოგიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცა კონკრეტულ დროს დაიძინოს. ახსნილი, განმარტებული უნდა იყოს და თვითონ ბავშვიც უნდა მონაწილეობდეს. თუ ბავშვი მეუბნება, რომ ვერაფრით 9 საათზე ვერ დავიძინებ, ესე იგი მეც უნდა მივხვდე, რომ იქნება ცოტა წესი მოვარგო ბავშვსაც. ბავშვი როგორც ინდივიდი დავინახო და აი ამ ბავშვის შესაბამისად ჩამოვაყალიბო ჩემი წესები, მაგრამ ეს წესები უნდა იყოს მკაფიო და მე ამ წესებს უნდა მივდებდე, იმიტომ რომ ბავშვისთვისაც სიმართლე რომ ვთქვათ, აი ეს თანმიმდევრობა ჩემს ცხოვრებაში რომ გარკვეული წესებია, რომელ წესებსაც მე ვიცავ, ეს შფოთვას დაბლაწევს და ბავშვიც უფრო კომფორტულად გრძნობს
ცნობს თავს იმ გარემოში, სადაც ასეთი მკაფიო წესებია. მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ჩვენ მშობლები ვაწყდებით, ეს არის როდის უნდა გავუშვათ მეტნაკლებად ხელი ჩვენ შვილს. იმიტომ რომ ეს არის უკვე ის, სადაც მშობლებს გვჭირდება მართლაც დიდი მოთმინება, გააზრება და გაზრდა იქამდე რომ მე უკვე ვაცნობიერებ იმას, რომ ეს ჩემი შვილი, რომელიც ესე კალთაზე მყავს გამობმული, რომლისთვისაც ყველაფერი კარგი მინდა, უსაფრთხოდ ვზრდი, რომ რაღაც ეტაპზე უნდა გავუშვა, იმიტომ რომ მისი გასავლელია ეს გზა. მან უნდა მოიტეხოს კისერი, მან უნდა რაღაცა ემოციებიც აღმოაჩინოს, საკუთარი საზღვრებიც მოსინჯოს, ცოტა რისკიც გამოსცადოს რა არის. აი აქ ძალიან გვიჭერს ჩვენ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ცდუნებაა რომ დავინახავ რომ ჩემ შვილს რაღაცა უჭირს და არ ჩავხტე და მომენტალურად არ გავწიო ეს შვილი გვერდით და მე არ დავიწყო მისი პრობლემის მოგვარება. ესეც არ ვარგა, იმიტომ რომ ეს პრობლემა მისი მოსაგვარებელია, მაგრამ ამ პროცესში პრობლემის მოგვარების პროცესში მან უნდა იცოდეს, რომ ტოტალურ ცალსახა ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს მშობლისგან, თუ მშობლებისგან და თუნდაც დამარცხებულ სახლში მიიღებენ, დამარცხებულსაც სახლში მიიღებენ, დაღლილსაც სახლში მიიღებენ და აუცილებლად ჩაეხუტებიან, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უკვე ჩვენ მშობლებმა გავაცნობიეროთ, იმიტომ აქ ძალიან ბევრი ნიუანსი შემოდის, განსაკუთრებით ახლა ჩვენს რეალობასაც რო გავუსწორავთ თვალი, ძალიან ბევრი მარტოხელა დედა, რომელმაც წვალებით რაღაც ეტაპამდე მოიყვანა ბავშვი ძალიან რთულია რომ ემოციური მიჯაჭვობაც ხო აი ეს დღეს რაც ვთქვათ იგივე მეინსტრიმულ მედიაში პოპულარულია სალაპარაკოთ ხო რომ ეს ჰიპოთეტური თუ ფსიქოლოგიური ჭიპლარი გადავჭრათ და როდის გადავჭრათ ძალიან რთულია ხა აი აქ ეს ქართულ რეალობაში ფრაზების გამოსროლა მით უფრო ქართულ რეალობაში 40 წლის ბავშვები 40 წლის ჯერ კიდე ბავშვები ხო რაღაცა როგორ მოურევენ იმაში რა ქვია ცხელ ჩაიში შაქარს რო თურმე აღმოაჩენენ სულ არიციან, იმიტომ რომ ესე ვზრდით ჩვენ შვილებს. ჩემი საყვარელი ფრაზა არის ეს გვტკივა, ექიმთან. ტკივა, კი. და უნდროს ხედავთ 45 წლის მამაკაცს. ხო, კი, იმიტომ რომ ნუ ეს ქართველი დედის ამპლუაა, ეს ცოტა სამხრეთელი ტემპერამენტიანი დედის ამპლუა და თან ძალიან ესეთია, თბილია და ტკბილია ეს, ხო, ახლა მე არ მიყვარს დედების დაკიცხვა ამის გამო, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა მზედამთვარე ამოზდის მის. ხო, თითქოს რა უნდა იყოს აქ პრობლემა. მაგრამ აი აქ უნდა კარგად გავაცნობიეროთ რომ ეს ესე არ არის და აი თუნდაც ახლა ისევ რადგან სკოლა ვახსენეთ თუნდაც ილია ჭავჭავაძე რასაც გვეუბნება ოთარ ანთქვრივის პირით ხო რომ ორი თვალი იმისთვის აქვსო დედასო რომ ცალი მისი იყოს და მეორე თავის შვილის თვალი იყოსო და თუ საჭირო გახდა თავის დაიბრმავოს და თავის შვილის თვალით უყუროს სამყაროსო იგივე თუნდაც ზებულონში რაც ხდება ხო რომ წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი მშობელი მაინც ამბობს რომ მოდი მას ვკითხოთ უნდა წასვლა თუ ამერიკი მის თავს უცხონაირად დატრიალდება ბორბალი ბედის მაგრამ აი ეს რომ მე უნდა გავუშვა ჩემი შვილი რომელიც წავიდეს აი ამ მოგზაურობაში მაგრამ ყოველთვის იცოდეს რომ მე ვარ აი ეს სახლი ის საყრდენი სადაც ნებისმიერ დროს შეუძლია მოbrunება სადაც მიიღებს საატენს სადაც მიიღებს საკვებს და აი ამ მართლაც თავზე ხელის გადასმას და აი ეს უკვე ჩვენ მშობლებმა უნდა გავაკეთოთ რა ძალიან რთულია აი ამ ქაოსურ სოფლიოში მით უფრო რთული ხდება მაგრამ მე ესე ვამთავრებ ხოლმე ამ თემაზე საუბარს და ჩემს თავსაც ამით ვიმშვიდებ, რომ არავის არ უთქვამს, რომ მშობლობა არის მარტივი. ძალიან რთულია, ურთულესი პროცესია და ესეც არის ხოლმე ერთი წერალი ქალია რომელმაც ესე აღწერა რომ მშობლობაო გახდე დედაო ეს ნიშნავს რომ შენი გულიო გაყოორათო და ამიერიდანო ნახევარმა შენმა გულის მუდამ გარეთ ირბინოსო შენი სხეულის ვაი ესეთია შფოთვა მშობელი იყო მაგრამ ნუ ეგ არის რთულია თუმცა ძალიან ტკბილია მაგრამ რამდენადაც რთულია იმდენად გაცნობიერებით ჩვენ შეგვიძლია ეს სირთულე მინიმუმამდე და ცოდნა ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარება ძალიან საინტერესო იყო ახლა რაც მითხარით და კიდე უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ გარდატეხის ასაკი რეალურად ძალიან მოქმედებს შემდგომ ჩვენ ზრდასრულ ცხოვრებაზე. აი, როგორ გავივლით სწორედ ამ გზებს, ემოციური მიჯაჭვულობა გაგვიქრება თუ არა დედასთან, ძალიან დამოკიდებული არის და შემდეგ უკვე აღიბეჭდება ეს ყველაფერი ზრდასრულ ცხოვრებაშიც. ისე მოდი ახლა ლოგიკურად გაგრძელება, რომ მივცეთ ჩვენ საუბარს, ვისაუბროთ თქვენ თაობაში როგორ იყო აღქმული თქვენი მშობლების მიერ გარდატეხის ასაკი. აი, როგორ გახსენდებათ თქვენ ეს პერიოდი? და რამდენად მხარდაჭერა გქონდათ თქვენი მშობლებისგან? ჩემს თაობაში ეს საკითხი როგორც ასეთი არ იდგა.
ოღონდ იმიტომ კი არ იდგა რომ იდგა, ჩვენ არ გვახასიათებდა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეები. როგორ არ გვახასიათებდა, ძალიან მძაფრადაც გვახასიათებდა, მაგრამ ისევ იმ სოციოეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, რა სირთულეებსაც ჩვენ შევეჯახეთ უცებ ესე, ხო, რომ უცებ გაწყდა ელექტროენერგია, უცებ აცივდა სახლებში, უცებ აღარ იყო გათბობა და ჩემი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის უბრალოდ იქ სივრცე სასაუბრო არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი, როგორც ასეთი დღის წესრიგიდან პრაქტიკულად მოხსნილი იყო და მაგრამ ამა რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა შემდგომ ჩემივე თაობაზე მოდი მაგაზეც ვისაუბროთ, როგორ აისახა ეს ტრამვები და ზოგადად აღზრდის სტილი, როგორ გადმოტრანსფორმირდა მოკლედ თქვენ ზრდასრულ ცხოვრებაში. ხო, ამას ალბათ უფრო მეტი კვლევა უნდა და უფრო მეტი ჩაღრმავება, რომ რეალურად რა შედეგი დადგა, ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფრით იმ 90-იანი წლების ბავშვობით, რაც მაშინ გამოვიარეთ, მაგრამ აი ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ რასაც მაგალითად გაბორ მატე გვეუბნება, ხო, რომ მე თუ ბავშვობაში მომიწია ჩემი ავთენტურობის დათმობა, მე თუ მომიწია ბავშვობაში უარის თქმა ძალიან ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემი იყო და მე თუ მოვირგე ეს ჩემი რაღაცა ადაპტური იერსახე, ეს შემდგომ ძალიან დიდ სიცარიელეს განცდას მიტოვებს. და ამ სიცარიელეს მე ან დამოკიდებულებით ვივსებთ, ახლა ჩემ თაობაში სამწუხაროდ მთელი სამეგობროები რეალურად დღეს უკვე აღარ არიან, იმიტომ რომ აი ამ დამოკიდებულებამ სხვადასხვა სუბსტანციაზე თუ თამაშზე თუ ნებისმიერ სხვა რაღაცაზე ძალიან დიდი მტკივნეული დაღი დაგვასვა, ხო? და აი ამგვარი სიცარიელის ამოვსებამ შესაძლოა სწორედ აი ესეთი რაღაცა რთული კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ არის სწორედ რომ თუ კი ჩვენ უფრო მეტ დროს დავუთმობთ გაცნობიერებას იმისას, რომ თითოეული ასაკისთვის რა თავისებურებაა დამახასიათებელი, როგორ უნდა მივუდგეთ, რომ იგივე თუნდაც ეს მიჯაჭვულობა რომ ახსენე შენ ბავშვობაში მშობელთან, როგორი მიჯაჭვულობა შემდგომ რა სირთულეებს აყალიბებს და დღეს რომ მე ვთქვათ ყველა ჯერზე თავით ვეშვები ყველა ტოქსიკურ ურთიერთობაში და რომ მგონია რომ აი ახლა მაინც სხვანაირად იქნება ჩემს ცხოვრებაში და რომ არ არის მაინც სხვანაირად, ესეც ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოცდილების შედეგია და ესეც სადღაც შესაძლოა თინეიჯერობაში ჩემი აი ეს ისევ რომ თავში დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის და ერიქსონის ეს იდენტობა versus როლის ვერ გარკვევასთან მივდივართ შესაძლოა, ხო? და ამიტომ რაც უფრო მეტი გაცნობიერება იქნება და ფსიქოგანათლება ისევ რაც უნდა მივაწოდოთ მშობლებს და მშობლებიც თვითონ გაცნობიერებულად უნდა შეაბიჯონ მშობლობაში, მით ნაკლები შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ როგორც თაობებმა, ასე ვთქვათ, გამოიარონ სირთულეები. მაგრამ სირთულეების გარეშეც არ ხდება, ხო? ესე ჩვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილია. მე უნდა რაღაცა სირთულეების შემხვდეს ამ ცხოვრებაში, რომ მე საკუთარი თავიც გავიცნო და ეს მთავარ სამკითხვას გავცე პასუხი, როგორი ვარ მე, როგორები არიან ადამიანები ჩემს ირგვლივ და როგორია სამყარო. ისევ ძველ თაობას და წინა თაობას რომ მიუბრუნდეთ, აი ხშირად როდესაც მქონია ოჯახში ამასთან დაკავშირებით საუბარი, მე და დედაჩემი და ჩემი მშობლები ზოგადად ვსაუბრობთ, აი რა შეეშალათ ჩემთან მიმართებით, თუმცა დღეს უკვე როცა გავიზარდე, ხვდები რომ ისინიც პირველად იყვნენ მშობლები და მათთვისაც პირველი გამოცდილება იყო და როცა ვისმენ დედაჩემის გამოცდილებას, ვწმუნდები რომ ბევრად უკეთ შეძლო დედაჩემა ამ სირთულეების გამკლავება, იმიტომ რომ ეს თაობის გაჯანსაღება, ესეც არის. ბებიაჩემს თუ უკითხავ, მის პერიოდში საერთოდ გარდატეხის ასაკი და დეპრესია არ არსებობდა, თუმცა რეალურად ძალიან კარგადაც არსებობდა, მაგრამ სწორედ აღნიშნეთ, რომ სივრცე არ არსებობდა ამისათვის, როცა გარეთ მეორე მსოფლიო ომია და მართლა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები არ აქვს დაკმაყოფილებული, ვერ ისაუბრებ, რომ აი დღეს როგორ ხასიათზე ვარ და განწყობაზე, მაგრამ ამის ფონზე ხშირად მომისმენია, რომ უფროსი თაობა ხშირად ცდილობს, რომ არაუშავს გადაულის მიდგომით, ან რაღაცნაირად აბათილებს და აკნინებს ამ ასაკის ბავშვების მდგომარეობას. რა შეიძლება ამ დროს დაკარგოს მშობელმა და რა ზიანი შეიძლება მიადგეს ბავშვს, როდესაც მის ამ მდგომარეობას არ აღვიქვამთ სერიოზულად და როცა ბავშვი მოდის ჩვენთან და ვეუბნებით, რომ ნუ დრამატიზირებ, ნუ დრამა ქვინობ. რა შეიძლება ამ პერიოდში
დაიკარგოს და ჩაწყდეს ჩვენს ურთიერთობაში და ზოგადად ბავშვის ფსიქიკაშიც. ხო, პირველი აი იმ პირველ ნაწილს მივუბრუნდები, ასე ვთქვათ, შენ რაც ძალიან საინტერესოდ აღნიშნე, რომ ხშირად საუბრობთო, ასე ვთქვათ, ვინ რა დააშავა, ოღონდ ჭყალებში დააშავა. მე ძალიან ყოველთვის მიყვარს ხოლმე ხაზგასმა ერთი გარემოების, რომ ჩვენ როცა უკვე აი ამ ასაკში ვუბრუნდებით ბავშვობის დროინდელ გამოცდილებას, არასდროს არ უნდა ვეძებოთ რეალური დამნაშავე. არასდროს არ უნდა ვეძებოთ ის თუ რა დამიშავა მშობელმა. მშობელი, რა თქმა უნდა, თავისი საუკეთესო მცდელობებით გზრდიდა და მაქსიმუმს აკეთებდა, რაც მაშინ მას შეეძლო, ამას გვიკეთებდა, ხო? და ეგონა რომ კარგს გვიკეთებდა. ამიტომ ყოველთვის ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ წარსულში, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ბავშვობის დროინდელი ემოციები, შთაბეჭდილებები, მიჯაჭვულობის ხარისხიც, როგორც ვთქვათ, როგორი სახე ქონდა მიჯაჭვულობას, მაგრამ რეფლექსია გავაკეთოთ ზოგადად. ხო, რეფლექსია მოვახდინოთ, მაგრამ არა რაცა დამნაშავის ძიებით და არა რაღაცა განტევების ვაცის ძიებით და იმასთან დაკავშირებით, რომ აი დღევანდელი ჩემი პრობლემები ბავშვობის დროინდელი რაღაცა დედის ინდიფერენტული დამოკიდებული. არა, ესე რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვუთხრათ მადლობა ჩვენ მშობლებს, როგორებიც აღზარდეს, რომ შეეცადეს, რომ მოეცათ მაქსიმუმი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის თუ როგორი იყო ჩემი თინეიჯერობა, რა დამაკლდა, რა გზავნილებს ველოდებოდი მე ჩემი მშობლებისგან, რომ იმეღო, რომ ახლა მაინც გავაცნობიერო, რა მაკლდა მაშინ, რომ ახლა შევავსო. ამას მეორენაირად ქვია ხელახალი აღზრდა, reparenting და ასე ვთქვათ ტერმინი, რომელიც მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რაც ადრე დამაკლდა, ახლა მაინც შემიძლია უკვე გაცნობიერებით საკუთარ თავს მივცე. ხო, ეგეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ თეორიის თანახმად, ჩემი შინაგან ბავშვს ის მივცე, რაც მაშინ მას სჭირდებოდა. ეს რამდენად ჩანსაღი არის ისე, იმიტომ რომ მეც სხვათა შორის ხშირად ამიჭერია ჩემი თავი, რომ ნებისმიერი ჩემი წარმატება თუ რაღაც მიღწევა არის იმ პატარა ნინისთვის, რომელიც აი გარდატეხის ასაკში იყო ძალიან რაღაცა საცოდავი, მოდი ამ სიტყვას ვიტყვი, ძალიან მებრალება დღევანდელი გადმოსახით, იმიტომ რომ იყო სრულიად მარტო. და ეს რამდენად ჩანსაღი მიდგომა არის, რომ აი არ გაუშვა შენი შინაგანი ბავშვი. რა თქმა უნდა, პირიქით, არცოდაც არ უნდა გავუშვათ. უნდა ხო აი ეს გავაცნობიერო, მაშინ მე რა მჭირდებოდა, რისი მოსმენა მჭირდებოდა. და აი ახლა უკვე ამ ასაკიდან რა შემიძლია გავუკეთო მას. ხო, რა თქმა უნდა, შენი ნებისმიერი წარმატება, პატარა ნინის წარმატებაც არის მნიშვნელოვანი წილად, არა? ხო, აქედან გამომდინარე, ეს ნაწილი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არავის არ საყვედურობთ ჩვენს ბავშვობაზე, მაგრამ ვაცნობიერებ რა მჭირდებოდა, რომ ახლა მაინც გაცნობიერება და არა დადანაშაულება. გაცნობიერება და არა დადანაშაულება და მეორე დიახ, რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენი შვილის გრძნობებს არ მივაქციოთ ყურადღება და ესე ნიველირება მოვახდინოთ და როგორც აღნიშნე შენ ეს თანამედროვე ტერმინი რომ ნუ დრამა ქვინოფ, ამ ბავში გავატაროთ ის, რაც მას აწუხებს, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ რომ ამ ასაკში რაღაცაზე აღარ ვღელავთ, ეს არ ნიშნავს რომ როცა ვიქნებოდით მისი ასაკის, ეს თემა არ იქნებოდა ჩვენთვის სანერვიულო, ხო? ჩვენ უნდა იმ ასაკში რაღაცნაირად დავბრუნდეთ რა ასაკში ჩვენი შვილია და იმ პერსპექტივიდან დავინახოთ. ხო, ეს ძალიან ხშირად არის, როცა მაგალითად რაღაცა ბულინგის შემთხვევას აქვს, მაგალითად მოზარდის თინეიჯერის ცხოვრებაში ადგილი და მოდის და რაღაცას გიყვება და შენევნები რომ აი მე რა არ მიაქციო ყურადღება. რადგან მისთვის მკევნეულია, იქ მე რას ლაპარაკი ერთადერთ რაღაცას აკეთებს, უფრო მეტად დისტანცირდება ჩვენგან. და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ როცა გარდატეხი უფრო ადრეულ ასაკშიც, მაგრამ გარდატეხის ასაკზე რადგან საუბრობთ, გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვთან ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ აი ეს ნდობა შევინარჩუნო, თუ მაქვს არ დავკარგო, თუ ჯერჯერობით მაინდა-მაინც ისე ეჭვს თვალით მიყურებს და მოვიპოვო მისი ნდობა, იმიტომ რომ მან უნდა იცოდეს რომ მე იქ ვარ მთავარი მაშველი რგოლი, რომ დავეხმარო, მხარდაჭერა გამოვუცხადო და მასთან ერთად ვიმოქმედო. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი თუ რაღაცას გვიზიარებს, არ უნდა ვუთხრათ რომ გავიგე და ეხა მე მივხედავ. არა, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მასთან შეთანხმებული. ამითაც დათურ სამსახურს გავუწევთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს მთავარი მიზანი ერთი სიტყვით ისევ შენ კითხვას რომ დავუბრუნდე, რომ რა უნდა გავაკეთო მე, არის რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი შვილის ნდობა მოვიპოვო.
რა მინდა მე მეტი როგორც მშობელმა? არაფერი. მე უნდა მენდოს ჩემი შვილი, იმიტომ რომ აი ეს ნდობა იქნება ის გარანტი იმისა, რომ რამდენი რაღაცა სირთულე ექნება, მაინც მოვა ჩემთან და მეც მექნება იმედი იმისა, რომ აი ეს ნდობა მაქვს და ამ ნდობას არ უნდა, ასე ვთქვათ, ვუღალატო ჩემი შვილის. კი, თან თუ ბავშვი მოდის ჩვენთან და გვიზიარებს მის პრობლემას და ჩვენ აი ამ მკვლელი ფრაზით ნუ დრამა ქვინებ გავუშვებ, რა თქმა უნდა ის მეორეჯერ ჩვენთან აღარ მოვა, გულში ჩაიკლავს და ეს უკვე სხვა მენტალურ პრობლემებს გამოიწვევს, რასაც შეიძლება ფატალური შემთხვევაც კი მოყვეს. და ეს არც თუ ისე იშვიათია ჩვენს მოცემულობაში. დიახ, ხო, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ძალიან მტკივნეულია იმის მოსმენა, რომ ის, რასაც მე განვიცდი, არ არის მნიშვნელოვანი, არ არის რელევანტური და პირიქით, მნიშვნელოვანია და უფრო მეტი უნდა მომიყვეს და ყოველთვის ვეგულებოდე მე თავარ მსმენელად, უპირველეს ყოვლისა, მსმენელად და შემდგომ რაღაცა რეაგირებაზე პასუხისმგებელ ადამიანად, იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ მოსმენა უნდა მას და მეტი არც უბრალოდ გულის გადაშლა. კი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ამას აქში ყავდეს პირადი გამოცდილებით ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ გამოხატავ, არ ელოდები დახმარებას, მაგრამ უბრალოდ შენ გრძნობებს ბოლომდე დაცლი, ასე ვთქვათ. თუმცა თუ მშობელთან ვერ დავამყარეთ ამგვარი ურთიერთობა, უკვე აი მოზარდებს რომ მიუმართოთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენს გარემოცვაში ვიპოვოთ ესეთი ადამიანი. მეგობარი აღმოვაჩინოთ, რომელიც უფრო მეტად ემპათიურია, ვთქვათ, და უფრო მეტად მოგვისმენს, უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს და დაგვიდგება გვერდით და ეს ადამიანი ვაქციოთ ჩვენს ასე ვთქვათ მხარდამჭერად და მესაიდუმლად. კი, ერთი ადამიანი გჭირდება რეალურად, ვინც დაგიდგება გვერდით, ეს იქნება მშობელი, მეგობარი, ბებია თუ მამა, ამას მნიშვნელობა ცხადია არ აქვს. კეთილი, ძალიან საინტერესო იყო და მართლა გაბადრული გისმენდით. ახლა გადავიდეთ ერთ ესე ვთქვათ აქტუალურ საკითხზე, ახლახანს გავიცანი ამ კვლევას, რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ სტანდარტულად გარდატეხის ასაკი გოგოებში იწყება რაღაც 11-12 წლიდან, ვაჟებში უკვე 12-13 წლიდან. თუმცა, ბოლოდროინდელ კვლევებს როცა გავეცანი, უკვე ეს რაღაცნაირი გარდატეხის ასაკი შემცირდა და უკვე 8-9 წლის ასაკიდან ჩამოიწია და 8-9 წლის ასაკიდან ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ, რომ ჩვენ შვილს დაეწყება გარდატეხის ასაკი. და ამასთან დაკავშირებით ამერიკაში ესეთ კვლევა ყოფილა ჩატარებული 1920-იანი წლებიდან დღემდე იკვლევენ ამ გარდატეხის ასაკის პერიოდიზაციას და როგორც აღმოჩნდა, ყოველ 10 წელიწადში, ყოველ დეკადში 3.5 თვით აკლდება გარდატეხის ასაკს, ასე ვთქვათ, პერიოდიზაციას ეს ასაკი და დღეს უკვე მოვედით, რომ 8-9 წლის ბავშვები შეიძლება განიცდიდნენ იმას, რასაც განვიცდით ჩვენ 12-13 წლის ასაკში. რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ამან და რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის სხეული წინ უსწრებს მის გონებას? ხო, აი მთავარი საკითხი აქ ალბათ ეს არის სწორედ ფსიქოლოგების კონტექსტიდან, იმიტომ რომ პუბერტატის ვთქვათ ჩამოწევას და აქსელერაციაზე უფრო მეტად ალბათ ექიმები თუ პედიატრები ისაუბრებენ, ცხადია ჩემზე უკეთესად, მაგრამ მან მთავარი საკითხი დგას აქ, რომ ჩემი სხეული წინ უსწრებს ჩემს ფსიქოლოგიურ მზაობას, აი ამ ცვლილებები გავაცნობიერო. აქაც, რა თქმა უნდა, მშობლის როლი ინფორმირების თვალსაზრისით არის ძალიან დიდი. ის პირველადი ნიშნები მე უნდა შევნიშნო სხეულზე, ჩემი შვილის თუნდაც, რაც მანიშნებელია სქესობრივი სიმწიფის დაწყების ყოველ შემთხვევაში და უნდა ჩავაყენო საქმის კურსში. ხა არის შემთხვევები, რომ გოგონებს მენარქე ეწყებათ მაშინ, როცა საერთოდ წარმოდგენაც არ აქვთ და რა თქმა უნდა, ეს არის მათთვის ძალიან დიდი სტრესი და აი ამ სტრესისგან ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ. ამიტომ ჯერ ჩვენ უნდა გავერკვეთ რა არის ის სახასიათო ნიშნები, რომელიც არ უნდა გამოგვჩეს ყურადღების არეალიდან და შემდეგ მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია. ამიტომ თუ ინფორმირებულები იქნებიან, უფრო ნაკლები იქნება, რა თქმა უნდა, აი ეს სტრესი, იმიტომ რომ სხეული უცებ იწყებს დრამატულ ცვლილებებს, ამისთვის მზად არ არის, ჯერ კიდე რაღაცა სათამაშოებით თამაშობს მისი ასაკის დამახასიათებელი და რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს
სტრესის მომგვრელი და მეორე ისე მშობლები, მოკლედ ყველაფერი მთელი ისრები მშობლებთან მიდის, მაინც ჩვენთან მოდის, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ უცებ რო ასე აიყრის ტანს და უცებ რო ჩემ ზემოდან დამყურებს ბავშვი, მგონია რომ გონებრივადაც უკვე სადღაც უფრო მეტი ჭკუა მოეკითხება და ამ დროს ის ისევ ისეთი ბავშვია და ისევ ისეთი პატარაა და აი აქაც ამ დამოკიდებულებამ არ უნდა შეგვიცვალოს, ასე ვთქვათ, აღქმა მისი, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცებ აიყარა და უცებ დაუბოხდა ხმა, მაინც ძალიან პატარაა ჯერ კიდევ და არ უნდა მოვთხოვოთ ის, რაც მისი ასაკისთვის არ არის დამახასიათებელი. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გათვითცნობიერება და ზუსტად აი მშობლის ინფორმირება, იმიტომ რომ რეალურად დადგა ისეთი საჭიროება, რომ და სიტუაცია არის, რომ 8-9 წლის ბავშვებს უკვე ეწყებათ გარდატეხის ასაკი და ეს პირადად ჩემ თავზე გამოვცადე, მყავს არასრულწლოვანი სახლში და უკვე მე-3 კლასიდან რაღაც დაეწყო ხასიათის ცვლილებები, რაღაც აი ზუსტად ტანის აყრა, აი უკონტროლო ემოციები, იქ ტირილი, იქ სიცილი და მე თვითონვე ვამტკიცებდი, რომ ჯერ ადროს მაგის გარდატეხის ასაკი არის. თუმცა რეალურად ზუსტად ის ნიშნები ჰქონდა, რაც ტრადიციულ და კლასიკურ გარდატეხის ასაკს ახასიათებს და ამიტომ მშობლებმაც მნიშვნელოვანი არის იცოდეს ის, რომ გარდატეხის ასაკი არ არის აუცილებელი, რომ 11-12 წელს დავალოდოთ, შესაძლებელი არის, რომ მანამდეც დაიწყოს და ამას ქონია სხვა შორის თავისი ახსნაც უკვე დადასტურებულად, რა თქმა უნდა, არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს, თუმცა პირველი კვლება და ის გარემო, რაშიც ვართ და რა გარემოშიც იზრდებიან ბავშვები და ჭარბი წონა. ჭარბი წონა ეგრევე ჰორმონალურ მდგომარეობას ცვლის და ჰორმონებს აძლევს ნიშანს, რომ უკვე რაღაცნაირად შეიცვალოს და შესაბამისად ჰორმონალური ცვლილებები იწვევს შემდგომში უკვე გარდატეხის ასაკის დაწყებას. ამიტომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლების ცნობიერების გაზრდა. მშობლების ცნობიერების გაზრდა ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ჩვენი მშობლების ესე ვიტყვი, ხო, რომ არ გამომივიდეს რაღაცა მშობლების დამოძღვრა, იმიტომ რომ მეც მათ რიგებში ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც აი მაგ კონტექსტში ალბათ კარგია რომ აქვე ვურჩიოთ რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში რასაც ისინი შეამჩნევენ რაც ცოტა ატიპიურია ასაკთან მიმართებაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რომ დავწმუნდეთ რომ ეს არის უბრალოდ შესაძლოა ნაადრევი მაგრამ მაინც გარკვეულ ჩარჩოებში ჩასული განვითარების თავისებურება თუ მხარდაჭერა გარკვეული სჭირდება ორგანიზმს კეთილი და ბოლო შეკითხვა მექნება ესეთი რაიმე წიგნს ხომ არ ურჩევდით ლიტერატურას მშობლებს და მოზარდებს რომლებიც აი ამ რთულ პერიოდს გადიან ახლა რაც დაეხმარებათ მოზარდებს საკუთარი სხეულის და საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში და მშობლებს კიდე უფრო მეტი მხარდაჭერის გამოხატვისათვის უკვე თინეიჯერობის პერიოდში ცოტა რთულია ვურჩიო ისეთი ლიტერატურა, რომელიც თქვათ მშობლისთვისაც და მოზარდისთვისაც ერთნაირად საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მშობელი ჯერ ესეთი მშობელმა რაც არ უნდა უთხრას გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს, აუქნევს ხელს და ეტყვის, რომ შენ დაჯექი და წაიკითხე, როგორც წესი და მე ჩემ თავს მივხედავო, მაგრამ ეს ცოტა უფრო ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, აქედან გამომდინარე ესე მგონია და ადრეული ასაკისთვის ვურჩევდი წიგნს თუ ფილმს საოცრება იმიტომ რომ მანდ არის სწორედ აი ეს ვთქვათ ფიზიკური განსხვავებულობა მანდ არის სწორედ ის რომ თვითონ კლასშიც რამდენიმე მოზარდს უნდა მასთან გულწრფელი ურთიერთობა მაგრამ სხვა თანაკლასელების ვთქვათ აზრის ქვეშ ექცევიან მანდ არის სკოლის სწორი დამოკიდებულება როგორი მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი კომპლექსურად უდგება ასე ვთქვათ ხო რომ მართლაც ესეა ბავშვი ცენტრშია ბავშვი და მის ირგვლივ მთელი სისტემა იგივე თუნდაც ბრონფერ-ბრენერის თეორიას რო დავესესხოთ და აი ამ სისტემას მთლიანს ძალიან კარგად გვაჩვენებს ეს ფილმი. ასე რომ ცოტა ადრეული ასაკიდან დავიწყებდი ამ ასე ვთქვათ ერთად წიგნის კითხვის პრაქტიკის დანერგვას და ერთ-ერთი პირველი ეს იქნებოდა ნამდვილად წიგნი საოცრება, რაც მეც ვცადე ჩემ ბავშვებთან ერთთან არ გამომივიდა, მეორესთან უფრო გამომივიდა, ესეც ახლა ძალიან ინდივიდუალურია, ხო? საოცრების სერიის ზოგადად ყველა წიგნი არის მართლა საოცრება და ვურჩევ ყველა მშობელს და მოზარდს რომ წაიკითხონ, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ტოლერანტობაზე, ემპათიაზე და განსხვავებულის მიმღებლობაზე არის ორიენტირებული. ასევე ძალიან კარგი წიგნი არის თევზი ხეზე, რომელიც სწორედ ამ განსხვავებულობას უსვამს ხაზს და აი სწორედ თევზი ხეზე არის ის წიგნი, სადაც აი ეს დისლექსია რომ აღმოაჩინა შემთხვევით კლასში შესულმა მასწავლებელმა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო რეალურად, ხო? როგორი გარდატეხა შეიტანა ამ ბავშვის ცხოვრებაში.
ცხოვრებაში და აი აქ უკვე თქვენი მასწავლებლების როლია ხაზგასმული და მასწავლებლებამდე მივდივართ მაინც. მაინც ხო, რა ვქნათ, ისევ ან მასწავლებელი, ან მშობელი, იმიტომ რომ ჩვენი გაცნობიერება, ჩვენი ქმედებები, ჩვენი მიდგომა არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაც ბავშვს აგრძნობინებს თავს უფრო მეტად ჰარმონიაში, საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც. ძალიან დიდი მადლობა მართლაი მთელი გულის ყურის გისმენდით მთელი ეპიზოდის განმავლობაში და სხვა შორის როცა ამ თემას ვამუშავებდი და რამდენიმე ადამიანს გაუზიარე, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ აი ცოტა გატრენდებული არის ეგ თემა და აი რატო საუბრობ და რეალურად ჩემი მიზანი იყო სწორედ ამ ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში და ერთი არის რომ შეიძლება ჩვენ მშობლებს მათ დაუდევრათ მოკლედ რაღაცები შეეშალათ, მაგრამ ის რომ უფრო მეტი გულის ყურით, ყურადღებითა და გულწრფელობით მიუდგეთ ამ ასაკს და არა შიშითა და სტერეოტიპებით, ვფიქრობ რომ ძალიან დაეხმარება მომავალ თაობას და ჩვენ შვილებს, ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩემს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ თუ მოგეწონათ ეპიზოდი, აუცილებლად გამოხატეთ ეს ვიდეოს და ლაიქებითა და კომენტარების საშუალებით, აუცილებლად მოვისმენთ თქვენ აზრს და თუ გსურთ რომ გაგრძელდეს პოდკასტის ჩაწერა, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგცეთ სიახლეები. მე კი მომდევნო ეპიზოდამდე გემშვიდობებით.